ჩვენ პირველი ქალი სტუმარი ხარ. საკმაოდ დიდი გამოცდილების პოლიტიკაში და ჩვენ პოდკასტის შესახებ გეტყვი, რომ ჩვენთან მოდის სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი, სხვადასხვა პარტიებიდან, სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანი, რომლებიც ლაპარაკობენ ჩვენთან იმასაც, მაგალითად ტელევიზორში ვერ ლაპარაკობენ, ტელევიზიებში ვერ ლაპარაკობენ, იმიტომ რომ ტელევიზიას თავისი ასე ვთქვათ გაწერილი გეგმა აქვს და თემი და გადახვევა არ შეიძლება ხოლმე. ჩვენთან არ არის ცენზურა, ყველაფერზე ლაპარაკი შეგვიძლია და ვცდილობ რომ ყველანაირად ადვილი გავხადოს საუბარი იმისთვის, რომ მოსახლეობამდე უფრო ადვილად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და უფრო მარტივიანით ვილაპარაკოთ, იქნება გამომდინარე, რომ YouTube-ი არის უმეტეს ახალგაზრდებისთვის, მოსახლეობისთვის, რომლებიც ტელევიზორს არ უყურებენ. და ეს დამჯერად დაყენებული ლაპარაკი არ უნდათ და ურჩევნეთ რომ ძალიან გულწრფელი საუბარი მოისმენთ. ეგ ყველას უყვარს ყველას. ალბათ, ხო? გულწრფელად როცა საუბრობს ადამიანი, რომელსაც საჯაროდ იცნობს. კი, ეგ ყველაზე საინტერესო ამბავი არის, იმიტომ რომ რაც უყურებ ტელევიზორში, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ჩემთვის ის, რომ ხალხამდე ვერ მიდის სათქმელი. უყურებთ აი მაგათ ყოველ მას შორის ერთ-ერთ წინა პოდკასტს ვილაპარაკე ეს სტუმართან, რომ აქციების პერიოდში ხშირად არის ხოლმე რომ სიტყვით გამოსვლის დროს არის ხოლმე ნებისმიერ სიტყვას მოზომა უნდა იქ და გამომდინარე რომ იქ ხალხი ემოციურად არის განწყობილი და უნდა ვიცოდეთ როგორ ველაპარაკოთ თითქმის ადამიანები რომლებიც აქციაზე სიტყვით გამოდივართ ხოლმე ვისაც ჩვენი პაბლიკ ყავს და ველაპარაკებით და გვაქვს შეხება უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია აი შე შემთხვევაში ხოლმე მეგობარი აქთან დაკავშირებით მაგალითად კარგი ინფორმაცია არ იყო გავსება ის ზუსტად რაც მოიცოდა მეგობარი აქტი და აი უკვე რომ დამტკიცდა მეგობარი აქტი მაგის მერე უფრო და უფრო გავცელდა თუ რაც მოიაზრებდა მეგობარი აქტი ვინ დასაქცირდებოდა და რატო დასაქცირდებოდა აი რო გითხრა შენი აზრი მეგობარ აქტთან დაკავშირებით და მე რო ჩვენ თავრობაზეც ვილაპარაკოთ 1-2 სიტყვით და აქციაზეც რა თქმა უნდა კეთილი დავიწყოთ მეგობარი აქტით ხო რომელსაც სახელი შეეცვალა ბოლოს და კონკრეტდა და სახელში გამოიხატა საფრთხეები, რომელიც არსებობს დღეს. და ამ საფრთხეების, ანუ გავლენები, რომელიც არის საქართველოში, რუსეთის, ჩინეთის, აი მითითება, სახელდება, ანუ ქვეყნებზე, რომელიც სათავეში იყო გამოტანილი, აჩვენებდა ამ აქტის მიღების უფრო კონკრეტულ მნიშვნელობას. აჩვენებდა საფრთხეს რისი განეიტრალებად სურს საქართველოსთვის ყველაზე ძლიერ მეგობარ ქვეყანას, სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას, ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საფრთხეების განეიტრალებისთვის გადადგმული ნაბიჯი სანქციების სახით. მეორე მხრივ გეუბნება, რომ გარდა იმისა, რომ მე ვიღაცას დავში, იმიტომ რომ ის დემოკრატიის შეფერხებას ახდენს, ადამიანის უფლებებს არღვევს, დემონსტრანტებს არბევს, ჟურნალისტებს იჭერს, თავისუფალ მოქალაქეებს სასტიკად ექცევა, ამავე დროს მე ვჟიმათ, ვინც ასე იქცევა, ჩემი სანქციებით, მე რო ქვეყანა ვარ არ შემოუშვებ, ჩემ ქვეყანაში ამ ხალხს შეუზღუდავ მათ იმ პრივილეგიებს, რაც შეიძლება იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში მოგზაურობით თუ სხვადასხვა სარგებლის მიღებით, მაგრამ ამავე დროს ქართულ ხალხს მე ვთავაზობ ძალიან ბევრ სიკეთეს. ანუ ამ აქტში ორი რამ არის რაც მე მგონია რომ უნდა იყოს ხაზგასმული ერთი რომ დასანქცირდება ყველა ეს ადამიანი ვინც ჩამოთვლილია და ესია დაიდო და მე მგონი ყველა ვიცის ყველა ადამიანი მოხდა ვინც გავლენას ახდენს მათ შორის მათი ოჯახის წევრები მათი ოჯახის წევრების და მეორე სხვა საუბარი იმაზე რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს თავაზობთ რომ მათ ექნებათ გამარტივებული uvizო ვიმოსვლა არ არის, მაგრამ გამარტივებული ვიზა, ანუ გადაადგილებისთვის და ამ ქვეყანაში შესვლისთვის მეტი თავისუფალი სივრცეები, მეტი მოქნილობა, ეკონომიკური თანამშრომლობა, ანუ მეტი სიკეთე. ეს არის მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასმული ლუკა აქ, რომ აქ მხოლოდ სანქციები კი არ არის, აქ ჩვენი მეგობარი ქვეყანა გვეუბნება, რომ ის რის გამოც კანადის გზით, სესხების აღების გზით, მათ შორის დასაქმებული ადამიანებიც კი მიდიან და მე ამ კედელზე უნდა გადაცოცდნენ და მოხვდნენ ციხეებში, რომ შეაღწიონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო, ძალიან ბევრი იცი ალბათ, ხო? ხო, როდესაც უგზოდ მიდიან, ჩემს ირგვლივად ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა, სესხი აიღო, უკიდურესად დიდ რისკზე მიდის, იმიტომ რომ არ იცის იქ რა ელოდება, შეიძლება აღმოჩნდეს და აღმოჩნდა ბევრი
საპყრობილეში და ელოდება რაღაცა პროცედურებს, ზოგი მოხვდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგი ვერ მოხვდა და უკან დაბრუნდა და უარეს დღეს ჩავარდა. ანუ რის გამოც ადამიანები უკიდურეს ნაბიჯებს გამენ, ამაზე გვეუბნება სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომ მე შემიძლია შემოგთავაზო ისეთი პირობები, თუ თქვენ საქართველოს მოქალაქეები მოინდომებთ, რომ ჩვენი ეს თანამემბე, ჩვენი ეს მეგობრობა იყოს უფრო გრძელვადიანი და ამ რეჟიმის პირობებში არ იქნება საქართველო, ძალიან ბევრ სიკეთეს მიიღებს. აი ეს არის მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი ხიდი ახლა, რაც უნდა დაინახონ იმ ადამიანებმა, ვინც იბრძვის დღეს, რომ საქართველოში ეს ვითარება შეიცვალოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი კანონად მალე იქცევა და მალე მოეწერება ხელი. მათ შორის ყველაზე მეტად რაც კარგი აქვს, მეგობრა აქვს, არის ის, რომ არ სანქციდებიან კონკრეტული პიროვნებები, მხოლოდ სანქციდებიან მათი ოჯახები, იმიტომ რომ საქართველოში მრავლად გვაქვს გამოცდილება, რომ კონკრეტული პიროვნებები აფორმებენ თავიანთ ბიზნესებს, თავიანთ ძმებზე, ცოლებზე, ნათესავებზე და შემდგომში ამ ბიზნესებით ასე ვთქვათ, ფულს იგებენ, ოღონდ როგორ ამ თავიანთ ბიზნესს აგებირებენ ტენდერს და თავიანთი ბიზნესის წარმომადგენლები ვინც არიან, ისინი იღებენ ფულს და შემდგომში მათთან ხდება გაყოფა. ეხლა მაგალითად მერის ამბავი რო ავიღოთ, მერიას უმეტესად ვისაც აქვს ტენდერი და ვისაც აქვს შეგვეძლება გაფორმებული, ყველა არის კალათსად დაახლოებული პირის ბიზნესი. და ძალიან ადვილი გამოსაცნობი არის ის, რომ ეს ბიზნესები არათუ კონკრეტული პიროვნებების არის, არამედ კალათზესი არის და უბრალოდ მათ სახელზე არის რეგისტრირებული, იქნება მომდინარე, რომ თითქოს თავი არიდოს, ასე ვთქვათ, კანონს და თავის კომპანიას არ გაუფორმოს ტენდერები. მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით ისჯება, როგორც ვიცი, ისჯება არა საჯარო განსხვავებაში მიწეს საჯარო პირი ვინც არის, არ შეიძლება რომ ჰქონდეს ბიზნესი და საშემოსავლო ბიზნესი. ხო, აი პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, თავების წევრებს, პარლამენტის წევრებს ეზღუდებათ და არათუ ეზღუდებათ, იგრძალებათ იმისთვის, რომ წესით მე ვფიქრობ იმ საქმეზე, ვისთვისაც ხელფას უხდიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩა ეს საშინელი პრაქტიკა, რომ ინტერმედიან მთავრობაში ან პარლამენტში, რომ საკუთარი ბიზნესის ლობირება უნდა მოახდინოს. აი, არის ძალიან ცუდი. იმიტომ რომ ბიზნესმენმა უნდა აკეთოს ბიზნესი და ფული. ადამიანი, რომელიც ბიზნესმენია, მთავრობაში მოდის, აი ორჯერ 2-4-ია, რომ ის ფულის აკეთებად მოდის და არა ქვეყნის წინ წასაწევად. ეგ იყო ალბათ ყველაზე დიდი რისკი, რაც ახლდა 2012 წლის მოვლენებს, უბრალოდ მაშინ იმდენად დიდი ამოცანაგველი გაწინ, რომ მინდოდა შეცვლილიყო უსამართლო სისტემა, რომ ის საფრთხე, რომ აი დიდარი ადამიანი მოდიოდა ხელისუფლებაში, ოღონდ იმ დათქმით, რომ ის ერთ წელიწადში წავიდა და მე წავიდა და საბოლოოდ არსად არ წავიდა, გავლენები შეინარჩუნა ივანიშვილის. მე მგონი ოფიციალურად ეხაც პარლამენტში. ყველგან არის, მარტო პარლამენტში კი არ არის, უკან ყველგან არის. ეგ არის საფრთხე, რაც მომავალში უნდა დავაზღვიოთ, რომ ადამიანები, რომლებიც ბიზნესიდან მოდიან, მათ მართვის საგავეები არ უნდა გქონდეთ ხელში ისეთ პოზიციაზე, რომელიც გავლენას ახდენს ძალიან სახელმწიფოებრივ განწყობილებებს. ეს არის დაავიდი საფრთხე. განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ტიპის ქვეყნებისთვის, როგორც მათ შორის ვართ ჩვენ, რომელსაც აქვს მძიმე ისტორიული წარსული და ეს ინერციით, აი ბევრი რამ, რაც ვერ ამოვძირკვეთ, ეს მავნეჩვევები, მენტალური პრობლემები, რომელიც აი მიჯაჭვულობას ქმნის, ხო, ჯიგრული პონტები, რაც მიჯაჭვულობას გიქმნის წინა სისტემასთან, აი ვერ ჩაიხსნა და მე მგონი შენმა თაობამ უნდა შეძლოს, მე ასე არც ესე უყურებ. შენმა და შენმა შემდგომმა თაობამ უნდა შეძლოს შეცვალონ ეს მენტალიტეტი. სხვათა შორის მე მგონი ხა საჯარო პირველად ვიტყვი ამას, რომ ჩემი იდეა არის ესეთი, რომ არ იყოს ასე ვთქვათ მთავრობა კონცენტრირებული მხოლოდ ერთ პარტიაზე. აი მაგალითად ეხლა როგორც ვთქვათ რა არის ქართულ ოცნებას აქვს უმრავლესობა, რატო არ შეიძლება რომ იყოს მაგალითად სხვადასხვა ბევრი პარტიები, რომლებიც შექმნიან პარლამენტს. კოალიციური პარლამენტი ახლა მაგალითად შენს მოგწევს კოალიციური რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ერთ ძალას ერთ პარტიას აქვს მთელი ძალა პარლამენტში, ან ქვეყანაში მას აქვს მთელი ძალა, აქედან გამომდინარე, ხალხი უნდა იტოვებდეს ბერკეტს იმისთვის, რომ რომელიმე პარტია, მაგალითად მინისტრი, ან მთავრობა თუ რაიმეს არ აკეთებს და მთავრობიდან თუ მაგალითად საპარლამენტო უმრავლესობაში არ არის ხალხი
და არის მაგალითად რომ 60 კაცი არ ყავს პარლამენტში ერთ პარტიას და არის მაგალითად სხვადასხვა ბევრი პარტია, მათ შორის ახალგაზრდული პარტიები, რომლებიც იქნებიან 5-10 კაცის წარმოდგენილები პარლამენტში. უფრო კარგი დემოკრატია იქნება და როგორც ხალხი იძახის ხოლმე, ჯობია რომ შიგნით იჩხუბონეთ მაინც და დახოცოთ მაინც მთავრობამ, ვიდრე მაგალითად მე გაიგ გამოვიდნენ და ჩვენ პროტესტისთვის დაგხოცონ და გაგვისწორდნენ, იმიტომ რომ ეხლა აშკარად ხედავთ რომ ცოტა მინელდა, მაგრამ გუშინ ნახეთ ჟურნალისტზე თავდასხმა, მანამდე ნახეთ აქტივისტებზე თავდასხმა და საღებავების შესხმა და ციტაკის პრესის შესხმა, თან მით უმეტეს ქალბატონებზე. ქალებზე მიდის ხა ეს აგრესია, წინაზე კაცებს მაინც უსწრებდნენ და ეხლა ქალებზე წავიდა აგრესია და ქალებს უტყავენ და მე ამ თემას მინდა რომ გამოვიხმო რაღაცნაირად ჩემზე ძალიან მოქმედებს განსაკუთრებით თუნდაც ქალების მიმართ არის რუსული მეთოდების გამოყენების ძალიან სასტიკი მაგალითები. აი ეს საქმე ხო ყველაზე ესეთი ემოციური საქმეა ხა დღეს ზეამაღლებელი საქმე, რომელიც გახდა სიმბოლო უსამართლობის და ყველაზე მეტად ააშკარებს სისტემის სისასტიკეს. ქალი ჟურნალისტების მიერ ძალადობა ხო ეხლა გუშინ მარიამ მაკასარაშვილზე თავდასხმა რომ მოხდა და აი ამ დრომდე გასულია 24 საათზე მეტი და არავინ არ ჩანს ვინც იტყვის რომ ხო დამნაშავე დაიშება, მოძალადე დაიშება. მაკა ჩიხლაძის ეპიზოდი, რომელიც იყო სიცოცხლის ზღვარზე გაიარა, ხო, ჟურნალისტი ქალის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. დღემდე არავინ არ არის დაიშლილი და რომელი ერთი ეხა ბევრი მაგალითი იყო. საერთოდ საქართველოში ძალიან მაღალი გვაქვს ქალთან მიმართ ძალადობა. მე ამ სტუდენტებსაც ვასწავლი ამ საგანს და ხედავ რამდენად დიდი მასშტაბი აქვს, გაცილებით დიდი ვიდრე შეიძლება ჩვენ ამას ვხედავთ და ვგრძნობთ. იმიტომ რომ ბევრი ამაზე არც ლაპარაკობს. ბევრი ხდება რა არის მაგალითად აგრესია და რა არის მისი უფლებების დარღვევა. და აი სხვა შორის ახლა რამდენიმე დღის წინ მეკითხებოდი სტუდენტებს რომ გაგიჭერდეთ ფეთქი და მოძალადე დაგესაი თავს გესხმის მოძალადე. აი დარეკა ვასთან მეჩით, ხო? იმიტომ რომ გამოიძახოს პოლიციელი, რომელსაც უყურებს ქუჩაში, რომ თავად ძალადობს. ხო, მინისტრის მოადგილე გახდა ადამიანი, რომელმაც წინა დღეს გახსოვს ის სცენა რუსთაველზე, პატარა გოგონას თმებით რო ითრილა. და ის მეორე დღეს თუ მესამე დღეს დააწინაურეს და ხდება ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი. და პირველი ის ადრეკავს მსხვერპლი 112-ში. უნდა გამოიძახოს პოლიცია, რომელიც მივიდეს შემთხვევის ადგილზე და მან უნდა შეაფასოს რისკები, მან უნდა დაიცვას მსხვერპლი, მოიფიქროს რა გააკეთოს, რა მოქმედება ჩაატაროს, რა უნდა გააკეთოს იმ ადამიანმა, ვისაც შენ უყურებ ამდენი თვის განმავლობაში, როგორ არბევს ახალგაზრდა ბიჭებს, გოგონებს, ბავშვებს, მოხუცებს, როგორ ძალადობს. ეს რა საფრთხეს ქმნის სიძელვადიან პროცესში. მე უფრო შორს ხედავ ამ პრობლემებს, რაც შეიძლება მოხდეს, რომ თუ მსხვერპლი არ ენდობა იმ ინსტიტუციას, რომელიც მას უნდა იცავდეს, გაჩუნდება. ან შეიძლება მეგობარს დაუძახოს და დაიწყოს თვითნებური სამართალი, ან შენი სამართლის განხორციელება. ეს კიდევ უფრო სახიფათო პროცესებს შეიძლება უწყობდეს მერე ხელს. ანუ ერთია რომ ინსტიტუციური უნდობლობა ჩამოყალიბდა, რომელიც ეს სწრაფად ვერ აღდგება, ნდობის აღდგენა ეგრე არ ხდება და მეორეა რომ მსხვერპლი უფრო მეტი იქნება და ძალადობის პროვოცირება ხდება. აი, იმდენი რამე არის ამაზე გადაჯაჭვული. უბრალოდ არ ვიცი ამაზე ფიქრობენ საერთოდ თუ არა. ან მე შორის ეგ მოგონია ძალიან სასაცილო იყო ჩვენთვის ზეამაღლობელი საქმეზე, რომ ზეამაღლობელმა ერთ-ერთ პოლიციას ხელი გაარტყა და მან განიცადა ტკივილი და ამის გამო ზეამაღლობელი უნდა იჯდეს საპრობილეში და მოიხადოს მრავალი წელი. და აი ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვესხმოდნენ ხოლმე თავს, სხვათაშორის აი ეს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, ქართული ოცნების, ეხლა არიან პოლიციის თანამშრომლები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან. რომელზეც გაუჭირდათ რომ საკუთარი ეგრეთ წოდებული ტიტუშკები თანამშრომლებად გახადეს. აი ნახეთ, მეგონი არასრულწლოვნები ყავდათ პოლიციის ფორმაში გადაცმულები და მეც არა ვარ დიდი 23 წლის ვარ, მაგრამ აი ჩემთან შედარებითაც კი ბავშვები იყვნენ ისინი და პატარები იყვნენ. ჯერო წვერი არ ამოსვლეთ, ისეთი ბავშვები იყვნენ. ეგ აჩვენებს უკან ერთის მხრივ სისტემის კრახს
გაჩვენებს მათ შორის რესურსი ეწურება. კარგი კი არ არის, მაგრამ მეორეს მხრივ რეპრესიული სისტემა უნდა დასრულდეს და პრობლემა იქნება შედეგობრივ რომ პოლიცია კარგავს, ასე ვთქვათ, არა მარტო ნდობას, ფუნქციას. ხო, ეგ მიბულია ერთმანეთთან. და ხდება რა, ანუ ხდება ყოველ პოლიტიკოსების დაცვა. პირადი დაცვა ხდება. მათ შორის ახლა როგორც GDD არის და ასე არაოფიციალური ფორმირებები GDD-ში, რომ მოდიან და გვირწყავენ. ახლა ჩემთვის ისინი არ წარმოადგენენ სახელმწიფო სამსახურს, ჩემთვის ისინი არიან უბრალოდ კონკრეტული პიროვნების დაცვები, რომლებიც მოდიან და უფლება აქვთ იმის, რომ გვირწყან და არა, არა აქვთ უფლება. ანუ უფლება ამის გონიათ რომ აქვთ თორემ. ამის უფლება არავის არ აქვს, რომ ხელი აღმართოს მოქალაქეზე. ყველაზე მძიმე მათთვის არის უკა ეს, იმიტომ რომ აცვია ფორმა, რომლის მიმართ მოქალაქეს არ აქვს პატივისცემა და როცა შენ თავად არ გაწუხებს, რომ შენ აგენდობიან და არ გაწუხებს პოლიციელი რო ხარ, რომ შენს მიმართ ადამიანებს არ აქვს პატივისცემა, არა შეიძლება არ უყვარდე და არავინ არ თხოვს რომ უყვარდეს, მაგრამ დობა და პატივისცემა უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ამაზე დგას ეგ ინსტიტუტი და ეგ თუ არაფერს არ ნიშნავს და შენი აი ეს მუნდირი, რომელიც უნდა გიამაყებოდეს, გაიგივებულია კრიმინალთან და მოძალადესთან. Ну, არ ვიცი, ეს მისი ტრაგედია. უბრალოდ ვერ ხვდება ამას და არ ვიცი ხა ამას რომ ვერ ხვდება. ოდესმე ალბათ მიხვდება, მაგრამ გვიანი იქნება. მათ შორის აი არჩევნებზე ხოლმე ეს კრიმინალთა რო არის გაიგივებული, კარგად ჩანს ხოლმე, იმიტომ რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები აი ფიზიკურად ვერ ვარკვევთ ხოლმე ძველი ბიჭია თუ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, იმიტომ რომ ერთნაირი მიხრა-მოხრა, ერთნაირი ლაპარაკის მანერა, ჩაცმულობაც კი რამე ერთნაირი აქვს, ანუ ყველაფერი აღრეულია, ეს სხვა შორის აი მართლაც რა, ჯერც ერთი ვითომა ეს ძველი ბიჭების ეს არ ვიცი ვინას გულისხმობს ამაში. ანუ ძველი ბიჭი რო სისტემასთან თანამშრომლობს და როგორც ხარება იყოს რა, კი ამბავია, მაგრამ მე ვიცნობ ეხლა ძალიან კარგად ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, იცი ხო, ეხლა იურისტი ვარ, ადვოკატი. წლების განმავლობაში ვიყავი და ყველანაირი ადამიანი ყოლია დასაცავი, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელის, პოლიციის, მოსამართლეს, პოლიტიკოსის, პრეზიდენტის, ისეთ ასეთ, ყველანაირი. და მათ შორის ივანიშვილიც იყო. დროის ადვოკატიც ვიყავ, პირველი ადვოკატი მე ვიყავი. ყველანაირი დასაცავი ყოლია, ამიტომ ვიცნობ ძალიან კარგად ადამიანების ფსიქოლოგიას და ძალიან დიდი პალიტრა იყო ისეთების და ასეთების. აი ეს მენტალიტეტი, რომ ვიღაცა ესე ქუჩის ბიჭია პირობითად ხო და ვიღაცა პოლიციელი და მე ერთმანეთს როგორ ბაძავენ, ერთმანეთის როლებში როგორ შედიან და ეს ისეთი აღრეულია, რომ ვერ გაიგებს თვითონ ადამიანი, მას თვითონ რა უნდა, რა ფუნქცია, რას ემსახურება, როგორც ის სხვა ადამიანის როლში შედიხარ, თავი დავანებოდეს კარგია, ცუდია, კომიკურია, ტრაგიკულია. უბრალოდ როგორც კი გადადიხარ იმის როლში, ვისაც თითქოს შენ ებრძვი და აი მე მსგავსები, ეს მაგონებს სხვათა შორის ეხლა აი რაც ხდება დღეს რა, სადაც ვერ გაარჩევ ვინ არის, ვის რა ფუნქცია აქვს და ამიტომ მგონია რომ მთელი კრახი ივანიშვილის არის აი სისტემა, რომელიც მას შექმნა, აი სისტემა არის მისი ყველაზე დიდი წარუმატებლობა. სადაც ვერ გაიგებ ვინ რა ფუნქციისა, ვინ რას აკეთებს, ეს შტო ხელისუფლების, მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, ისი ერთმანეთში ათქვეფილი, აღრეული რაღაცა. მათ შორის სპორტიც. ყველაფერი, სპორტიც და ყველაფერი, აი ყველა სფერო შეეხო ეს. კი, იმიტომ რომ იმ დღეს ნახე ფოტო იყო, სადაც იურიდიული კომიტეტი იჯდა და ფიზიკურად იურისტი ვერ დავინახე. იყვნენ ფეხბურთელები, კალათბურთელები, რაგბისტები, ძიუდოისტები. იურისტის რა და ყველა იყო. მე მგონი იურისტი თვითონ ფოტოს იღებდა. არ ვიცი, შეიძლება ეგრე გაამართლონ, იმიტომ რომ იურიდიული კომიტეტი როდესაც მიყიცები, რომ კანონი რომელიც უნდა დარეგისტრირდეს და კანონი რომელიც შემდგომში მე უნდა დავიცვა და კანონი რომელიც ან მე უნდა დავიცვა, ან მე უნდა დამიცვას ამ კანონმა, არის შედგენილი იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც კანონი არ იციან ფიზიკურად. მე ძალიან გულწრფელია ახლა შენ რომ შენ სიმართლეს ამბობ, რასაც ამბა იუდო კომიტეტზე რომ საუბრობ, გახსოვს რომ ბოლოს მე ზუსტად იუდო კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, რომ გადავდექი სასამართლო რეფორმის შავარდნის გამო 2018 წლის დეკემბერში და ჩემი კომიტეტი მე ძალიან მიამაყებოდა, რომ იყო წამყვანი, იყო ძალიან მაღალი სტანდარტების იუდული კომიტეტი და ადამიანის უფლებების კომიტეტი, რომელსაც მე 4 წელი თავმჯდომარეობდი
2012 წლის პარლამენტში სანიმუშო იყო იმით, რომ ძალიან მაღალ სტანდარტებს ვადგენდით რა არის ზედამხედველობა, როგორ უნდა იყოს კანონის მიღება. იცი როგორ ვაკონტროლებდი ამ პროცედურებს, აი კანონის დაწერა არის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროცესი კანონმდებლისთვის. და მაშინ ნახე, აი ახლოს რომ მივედი ამ პროცესთან და მე თვითონ გავხდი კანონმდებელი, როგორ შეუძლია ცუდ ადამიანს მანიპულაციით კანონში შეცვალოს, აი ერთი სიტყვა, რომელიც ძალიან შინაარს დაუკარგავს იმ კანონს და იმდენად დაუცველი იყო ეს პროცესი. კანონს სამი ეტაპი აქვს მიღების, პირველი, მეორე, მესამე, მოსმენა. მოსმენებს შორის ჩემი კომიტეტი იყო წამყვანი და შენს ხელშია ის ტექსტი. და ის ტექსტი იმდენად დაუცველი იყო პარლამენტში. დაუცველი თვალსაზრისით, რომ ანუ სპეციალურ დაცული პროგრამით არ ხდებოდა მისი დაცვა ერთმანეთთან გაზიარება. მასში ჩარევა, ცვლილება იოლად მოსახდენი, იოლად შეგეძლო მოგეხდინა თუ არაკეთილსინდისიერი ადამიანი იყავით. ეს რომ დახე ისე შევშფოთდი და მაშინ დავიწყე დაცვის მექანიზმების შექმნა შიგნით. რომ არ ყოფილიყო შესაძლებელი ესე გადაგზავნა და კანონის ტექსტის ვიდრე ის მკაცრი ფილტრს არ გაივლიდა. ვაკონტროლებდი ყველა დღეს, ვაკონტროლებდი ყველა პროცედურას, რომ არ დაღვეულიყო. აი ამით იცი რას ვაკეთებდი, რომ პარლამენტს როგორც ინსტიტუტს და მე იუდულ კომიტეტს ქონოდა თავისი ავტორიტეტი და სანდოობა, აი სანდოობა, რაც მოშლილია. მე სულ ჩამოიშალა ეს და სულ არა მარტო ეს კომიტეტი, მთლიანი პარლამენტი. აი ის რაც მიმაჩნდა, რომ მაგალითად აი ბრიტანეთში რომ ნახე პირველად პრემიერ-მინისტრი მოდიოდა მეთქესწრებოდი მაგ სხდომებს, რომ პრემიერი რომ მოდიოდა პარლამენტში ყოველ ოთხშაბათს და როგორ ხდებოდნენ ბრიტანელი კანონმდებლები თემთა და ორთა პალატის წარმომადგენლები და როგორი სანახაობა იყოს და ხაზგასმა რომ პარლამენტია მთავარი და არა პრემიერი და პრემიერი მოდის ანგარიშის ჩასაბარებლად, პირველად ეს დავიწყე ამის განმარტება საქართველოს პარლამენტში. და შემდეგ ენახა გაოგნებული იყო უწყებები, განსაკუთრებით ძალოვანი უწყებები, რომ უთხარება ეხა მობრძანდით და ანგარიში ჩაგვაბარეთ პარლამენტში მინისტრებმა. რაო, ითხრეს? რა გვინდა პარლამენტში ანგარიში ჩასაბარებლად და რამდენი ხანი დამჭირდა ის ასახსნელად, რომ კონსტიტუციით პარლამენტია ის ორგანო, ის ინსტიტუტი, სადაც მოდიხარ და ანგარიშს აბარებ. დღესაც მე მგონი ზარქოას გონია, რომ პრემიერი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა თანამდებობრივად ან მინისტრი უფრო მაღალი თანამდებობისპირია, ვიდრე კომიტეტის თავმჯდომარე დეპუტატი. ამ დროს პარლამენტის წევრს აქვს უფრო მაღალი სტატუსი, ვიდრე მინისტრს. ოღონდ ეს არ ესმით, აი მენტალურად არ ესმით ეს ლუკა, იმიტომ რომ ვისაც ირჩევ, იმას აკონტროლებ. პარლამენტი რო ირჩევს მთავრობას და მანდატს აძლევს და მე უნდა აკონტროლებდეს, ოღონდ ეს რეალურად უნდა ხდებოდეს. იქ რა თვალებს რო შეცინებენ თავიანთ მინისტრებს და მე იმას ყობახცესო დაინახავენ და აღარ იციან რა ტიპის მანევრები განახორციელონ თავის მოსაწონებლად. არამედ გესმოდეს, რომ შენ ხარ ზედამხედველი და პირველ რიგში შენ უნდა სეპატივი შენს ინსტიტუტს და მე აიძულო მთავრობა, რომ შენ დაგეკვირდებაროს და ამის ჩანასახები იყო, ამის ჩვენ პირველ ნაბიჯებს გავდით იმ წლებში, აი მაგიტომ მივიდა ჩვენ მაშინ ვიზო მიმოსვლა, რომ მაგ რეფორმებს ვახორციელებდით და ეხლა აი ყველაფერი განიავდა, ყველაფერი, იმიტომ რომ ეხლა სადღაც კონსტიტუციის წერია, რომ ნუ ერთი ცალკე პრობლემა არის ის, რომ თანამდებობაზე ინიშნებიან ხალხი, რომელსაც კონსტიტუცია წაკითხული არ აქვს. და კონსტიტუციაში ხო წერია, რომ პარლამენტი ირჩევს მთავრობას და პარლამენტი ადგენს მთავრობას. წერია, ანუ არა, თეთრზე შავით წერია, ანუ ეგრეა. და მე თუ ნიშნავ, ანუ ძალიან ადვილად რო აქვს, აი ძალიან ადგილიანი. მე რო ნიშნავ, მე შემიძლია მოუხსნა. შენზე მოხსნა. შენზე გამოუცხადა უნდობლობა. ამისთვის შენ ჯერ უნდა შენი ტვინი უნდა იყოს მოწყობილი, ისე როგორც კონსტიტუცია ეს დაალაგა, ხო? უნდა გესმოდეს რა წერია შენ ძირითად კანონში. მართალი ხარ, წაკითხულიც არ აქვს. ჩვენ კონსტიტუციით უნდა დავიწყოთ. ჯერდება ასწავლოთ და კონსტიტუცია კარგი არის, რომლის შეცვლაშიც მიიღო მონაწილეობა ერთ-ერთმა ჩემთვის კომიკურმა პერსონაჟმა ყობახიძემ, იმიტომ რომ ამ ბოლო ხანებში უკვე აქამდე ფიქრობდი, რომ მისი ავტორობით იყო ყველაფერი. აქამდე მეგონა ხოლმე, რომ ყოველთვის სადისტად წარმოადგენდი ხოლმე, რომ სადისტია მეთქი ახალგაზრდებს უტყავენ და ესეთი სიამოვნებას იღებს და ეხლა ბოლო ხანებში უყვირდები მისაც თქო გამოსვლას და მის სტატუსის Facebook-ზე
უფრო კომიკურ პერსონად გადაიქცა, ვიდრე არის მაგალითად სადისტი და რაიმეს შემსვლელი, იმიტომ რომ უყურებ და ვერ გავიგეთ რა უნდა. ანუ იდეაში პრემიერია. მაგრამ თან დანიშნული პრემიერია. თან პრემიერის მოვალეობასაც არ ასრულებს. თან ვის ემორჩილება ვერ გაუგია. ერთ ადამიანს ემორჩილება, ეს არის ვანიშვილი და მისი დავალებების უსიტყვო შემსრულებელი. ხო, მაგრამ აი მაგიტოს ვის ემორჩილება ვერ გაუგიათ, იმიტომ რომ წინაზე მაგალითად პრემიერი ვინც იყო, და ვისაც იძახდნენ, რომ არის საუკეთესო მენეჯერი, მე იგა და იმ ადამიანს ეძახდა კოკაინშიც. ხო. ანუ ეგ არის რა, ანუ ვერ გაუგიათ. ესეც ახასიათებს. სხვა შორის ეს შტრიხი ოცნების რომ არინდობენ იმათ, ვისაც რამდენიმე დღის წინ ეთაყვანებენ, ჯერ რატო უნდა ქონდეს ესეთი მორჩილება, იმეს მიმართ ხო უნდა ქონდეს პატივისცემა, არ ვიცი, ეთიკური დამოკიდებულება და მე როგორ ხდება წინა დღეს რო იყო გმირი, მეორე დღეს ანტიგმირი, იმიტომ რომ შენ გუნჯი არ არის, ესეც საბჭოთა მენტალიტეტია, ვინ ჩემთან არ არის, ჩემ მტერია, ანუ ეს მიდგომა რომ თუ ჩემს კრიტიკას იწყებ, შენ ჩემთვის მტერი ხარ უკვე და შემიძლია მოღალატე ამის გამო გიწოდო. ხო, ნუ ესეც საბჭოური მენტალიტეტია რა. პირველ რიგში ერთ-ერთი კარგი ამბავი იქნება რა, და მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდები ამას შეცვლიან, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის გამკრიტიკებლები. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი რომელიც ჩემ გუნდშია, ხო, პირველი მე უნდა ვაკრიტიკებდე მას, პირველი მე უნდა მქონდეს მისგან განსხვავებული აზრი, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ჩვენ ერთმანეთში ვერ დავლადით და ერთად არ მოვიფიქრეთ საუკეთესო გამოსავალი, მაშინ უკვე ხო სხვები თუ მოიფიქრებენ, მაშინ მათთვის უკვე მოწყვეტები ვართ. ანუ სხვა თუ უფრო კარგად გაკეთებს ვიდრე საკუთარი გუნდის წევრი, და აქედან გამომდინარე, იმის გამო რომ საკუთარ გუნდში ვერ განიხილე რაღაც და კრიტიკა არ მიგიღია და თავს გიქნებდნენ, აი ის უკვე რომ გამოგაქვს ხო საჯარო და იდეა იქნება თუ მაგალითად კანონ პროექტი იქნება რა იქნება ხო? მე უკვე შენი ოპონენტი არის ის, ვინც უფრო კარგად დაინახავს იმას, რაც შენმა გუნდმაც დაინახა, მაგრამ იმათა თავი დაგიქნი ეს. და არ გიქნას აი მაგალითად რა შეცდომები იყო დაშვებული ამ პროცესში. მართალი ხარ. აი შენმა თაობამ რაც უნდა შეცვალოს უკანა შენ თაობა არის ის, ვინც უნდა მოვიდეს მალე და რაღაც გამოცდილ, ალბათ რამდენიმე გამოცდილ ადამიანებთან ერთად, იმიტომ რომ საჭიროა სახელმწიფო მართვის დროს, უნდა შეძლონ და მენტალურად და სისტემურად ძირფესვიანად შეცვალოს ის, რაც შესაძლებელია. პირველ რიგში მაინც უნდა კარგი ცოდნა და სულ ვამბობ, რომ აი სახელმწიფო სამსახურში ვინც წავა ახალგაზრდებიდან, უნდა იცოდეს, რომ მის ინტერესზე მაღლა ყოველთვის დააყენოს ქვეყნის და საჯარო ინტერესი. უნდა იცოდე, რასაც აკეთებ და უნდა იცოდე, რომ შენი პირადი ინტერესის გამო იქ არ მიდიხარ, შემიდიხარ, იმიტომ რომ გაქვს იმისი ენერგია, რესურსი, სურვილი, რომ გააკეთო საჯარო კარგი საქმეები და ამას ჭირდება თავისუფალი თაობა, რომელიც არ არის დამძიმებული წარსული სიმძიმეებით, ამას ჭირდება განათლებული თაობა, პატრიოტი თაობა, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, არის კეთილი, შეუძლია ამ სიკეთეების კეთება, თავის გადადება. აი ეს ადამიანები უნდა მოვიდნენ მართვის სადავეებთან და უნდა რაღაცა დავალაგოთ ეს ქვეყანა, ისე როგორც ეს კონსტიტუციამ გითხრა. რომ არ შეიძლება როგორც ჩვენ ამბობდი, რომ ერთი პარტიის ხელში იყოს ძალაუფლება და უნდა იყოს კოალიციური მმართველობა. თავარი რა არის, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, ეს ჩემთვის თავარი იდეაა. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი იმისთვის, რომ იმ დანარჩენმა ორმაშტო პარლამენტმა და მთავრობა ვერ გადააბიჯონ კანონს. აი ჩვენ სასამართლო გქონდეს დღეს დამოუკიდებელი, ქუჩაში ვერ ნახავდი შენ ამ ძალადობას. ვერ გაბედავდა, ვერ გაბედავდა. ვერც ერთი ჩინოვნიკი, ვერც ერთი მინისტრი, ვერც ერთი დეპუტატი ვერ გაბედავდა იმას, რასაც დღეს ბედავს. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ სასამართლო არ გვაქვს ჩვენ თავისუფალი. მათ შორის სასამართლოსთან ერთად პატარა ვიყავი, მაშინ გიორგი მარგველაშვილი იყო პრეზიდენტი. და მახსოვს, რომ ესეთი განცხადება გააკეთეს, რომ შენო ჩვენი პრეზიდენტი ხარო თუ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი ხარო რა და ისიც კი არ ქონდათ გაგებული, რომ
პრეზიდენტს არ აქვს პარტიულობის უფლება, ანუ პრეზიდენტი არ არის პარტიული და პრეზიდენტი არის ყველასი. ანუ ეგ ხო აი რატომ უნდა გყავდეს პრეზიდენტი? ხა მაგალითად აი ყაველაშვილი რო პრეზიდენტი არის, საერთოდ აი ცხენია. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ავე ყველა ნებისმიერ ახალგაზრდა შეუძლია დაუჯდეს და პრეზიდენტი კაც ჭყალებში პრეზიდენტს არ ვიძახიან უნივერსიტეტ დამთავრებულს. ვიძახი რომ აი სკოლა რო აქვს ჯერჯერობით დამთავრებული მე-9 კლასელი. მასე კარგად ეცოდინება ისტორიაც, კანონიც, ქართული ნაწარმოებებიც, ანუ ადამიანი არ დანიშნეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, იმიტომ რომ იყო უდიპლომო. და ეხლა არის დანიშნული პრეზიდენტად. ან ვისთან უნდა გავიგდეს დიპლომატიური მოლაპარაკება, ვისთან უნდა აწარმოოს, ან საერთოდ ის რო აწეს, რომ ტრამპის გულმხურვალი მისამება პრეზიდენტ ყაველაშვილს, აი ან რაღაც კუთხით რო გადაიღეს კამერა, მაგრამ სპეციალურად გამოჩენილიყო და ისიც რო აღმოჩნდა, რომ ტრამპი საერთოდაც არ მისალმებია, აი ეს გულმხურვალი მისამებაზე არის, სხვა შესაძლებოდა ქალბატონს ისამებოდა იქ, ანუ საერთოდ რა ხდება, ანუ რა ის მე მგონი ალუზიურები არიან და ვიღაცებს თვითონაც ჯერათ, რომ ანუ ყაველაშვილს არ ვიცი ჯერა თუ არა რომ თვითონ მართლა პრეზიდენტია, მაგრამ არ გამოუცხო რომ შეეროდეს რომ მართლა პრეზიდენტია. ან ყობახიდეს რომ პრემიერია. ხო, ეს არის იმიტაცია ყველაფრის, აი გაუბრალოება ყველაფრის, იმიტომ რომ ავიცი ხა ესეთი ისტორიის ქვეყანა როგორი ჩვენ ვართ, ხო, ესეთი კულტურის ქვეყანა, რომის მსგავსი ძალიან ცოტა დარჩა დედამიწაზე, ხა ხელა ისტორია გქონდეს როგორც საქართველოს აქვს, სულ არის ალბათ თითი ჩამოსართული ქვეყნები. და ამის მიუხედავად ყველაფერი არის გაშარჟებული. და ყველაზე მეტად არის ადამიანების განათლება, ეხლა ასე ჩვენ ყვავოდი, ხო პრეზიდენტი რომელიც სახეა. ის წარმოადგენს აი ქვეყნის ყველა საუკეთესო რაღაცას. მას შორის ქვეყნის სუვერენიტეტს წარმოადგენს პრეზიდენტი კონსტიტუციის მიხედვით. ხო. და აი როგორ გაშარჟებული იყავს ყველაფერი სამწუხაროდ ივანიშვილს არც ერთი პერსონაჟი არ არის თავის ადგილას. აი ვერ იტყვი ამაზე რომ აი ეგ მენადება რა ეხლა იქ რო შეგიძლია ესე ვინდეზე თქვა რომ აი მენადება ის რა უნდა ეხლა ამას უცნებია. კი, სპორტსმენები რომელსაც ძალიან შემატკივრობდნენ და ძალიან მიყვარდნენ და მათი გამოსვლების გამო ღამეებს ვათენებდით ხოლმე რომ მენახა და მე გულშემატკივრა ეხა არიან ქართულ ოცნებაში. სამწუხაროდ ამ მაგალითებმა აჩვენა პირველი წელი ხა ეს რასაც ვამბობ, მაგრამ აჩვენა რომ არც ტიტულში, არც ორდენში, არც ჩემპიონობაში არ არის ღირსება. ღირსების ორდენის საერთოდ დაუკარგეს სახე ხარებას გადასცეს ღირსების ორდენი. ამიტომ ორდენებით და ტიტულებით კი არა. აი შენ ჯვალოს სპერანგი რო გეცვას, როგორც ქრისტე დადიოდა ჯვალოს და დაფლეთილი სამოსით, აი შენი სიდიადე შეიცნობა, რაც უნდა რა ტიტულები გადაწონეს ახლა იმას, რაც თავისთავად გაუკეთეს. შენ ძალიან უნდა საწყვეტი. აი ის რა ტიტულები გადაანთება რომ ალბათ მიუხედავად იმისა, რომ მე ყობახიძესთან საკმაოდ დიდი პრობლემები მაქვს და არა მარტო როგორც პოლიტიკოსი, პერსონალურადაც უკვე დიდი პრობლემები მაქვს, იმიტომ რომ რამოდენიმეჯერ მისი დაკვეთით მოეწყო ჩემზე თავდასხმა, ყოველთვის ვიძახი, რომ განათლება აქვს, განათლებულია. უბრალოდ ანუ ლაპარაკობს იმას, რასაც ეუბნებიან, აი ეს ხელის სათამაშოები რო იყო, აი ბავშვობაში ხელზე წამოსაცმელი სათამაშოები იყო და ესე ვიღაცა ალაპარაკებს. აი ზუსტად ესე ალაპარაკებს ყობახიძეს ვიღაც, ანუ წესით, იმიტომ რომ განათლება აქვს იმას, რასაც ეხა აკეთებს, ხო? თავარი რაღაცები არ აქვს. ანუ ღირსება რო არ აქვს და მოღალატე რო არა, ეგ კიდე ცალკე ამბავია, მაგრამ ანუ განათლება აქვს ნებისმიერ სიტუაციაში, ანუ მისი განათლების მქონე ადამიანი, ანუ იმ სისულელებს არ უნდა იძახოს, ამ სისულელებს ეხა ეს აკეთებს და იძახოს. ხო, ნუ ეხა მისი განათლება პრემიერის და არც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის სტატუსს არ შეეფერება. ყველაფერი რაც ეცის ლაპარაკობს, აი გამოშიგნულია შინაარსისგან. და არც მინდა მასზე ბევრი საუბარი, მართ არ ვიკითხა, მგონია რომ ყველამ გაიგო რაც არის და საერთოდ არა საინტერესო მასზე საუბარი. ეს არის ალბათ ჩვენი დროის ამ ისტორიული პერიოდის, ამ ისტორიისთვის მნიშვნელოვანი პერიოდის ყველაზე ერთ-ერთი სამარცხვინო ლარქა. და ამიტომ უნდა რაღაცა
ჩვენ თვითონ და ვიფიქროთ ბევრი და ვიმოქმედოთ უფრო მეტი, რომ გამოსავალი ვიპოვოთ აქედან. არ გავჩერდეთ აქ სადაც ვდგავართ ეხლა, იმიტომ რომ აი ჩვენც ეხლა ის რაზეც საუბრობთ პრობლემებზე. ყველაფერი გვეუბნება, რომ ის რაც ეხლა ხდება ცუდია. რაღაცა უნდა შევცვალოთ. პირველ რიგში უნდა შევცვალოთ მმართველობის ეს მოდელი და რა ვიცი ხა მონტესკიე მიხვდა ამდენი საუკუნის წინ რომ თეფოკრატიით და ხელისუფლების დანაწილების პრინციპით უნდა იმართებოდეს ქვეყანა და არა ერთი ადამიანის ინტერესით და არა რუსული მოდელით და ჩვენ რაღაცა ეს ენერგია და ძალა უნდა ვიპოვოთ ცვლილებების, ამიტომ მე პრობლემას ბევრი კუთხიდან ხედავ. ის რომ ჩვენ არ მოგწონს როგორიც არის მართლობა, მაგრამ ამას ჯერ ვერ ვცვლით. ესე იგი რაღაცა ბევრი პრობლემაა, რომელსაც უნდა მოვიყვანოთ. აი შესვლის ზეცეს რომ ვილაპარაკოთ, მაინტერესებს დამოკიდებულება სასაკრებულოს არჩევნები მოდის. და სხვადასხვა ადამიანთან მქონდა საუბარი და ვისაც საუბრობ, ყველა იცახდა, რომ არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობას. აი მაგასთან დაკავშირებით არის. იცი რა, მე მიუხედავად იმისა, რომ ვარ იურისტი და ძალიან კანონმორჩილია ჩემი გონება, ანუ მე მომწონს, როდესაც კანონს ვიღებ და მე ამას პატივსცემ და ასრულებ. და არჩევნებში მონაწილეობაც მგონია, რომ არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ აი ეკლესიას წეში რო არის გენიალური ჟამი შენებისა და ჟამი ნგრევისა და ჟამი, ანუ მომენტი, დროის შეგრძნება, ანუ აი გენიალური რამეა, როდის რას აკეთებ, ფას როდის დებ და როდის ისვრი, ან როდის აშენებ და როდის ანგრევ, ან როდის ამბობ და როდის ჩუმდები, აი ამის შეგრძნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ. და აი ახლა რა დროს ადგილობრივი არჩევნებია. აი ეს შეგრძნება მაქვს, ანუ როგორ არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ხა პარტია რო ამბობს, ხო, აბა რა არჩევნებს უნდა ვემზადებოდი, მაგრამ როდესაც ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს ყველა ინსტიტუტს, როდესაც ზალადობრივი ჯგუფია მიტაცებულ სადავეებთან და შენ ამბობ, რომ მე საპარლამენტო არჩევნების და პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლებამდე ადგილობრივ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, დაინიშნება თუ არა საპარლამენტო არჩევნები, მე მგონია, რომ ეს არის არათანმიმდევრულობა, უპრინციპობა და ოცნების თამაში ჩართვა. არის რაღაცა მომენტი და ეს მომენტია, ხო, როდესაც უნდა თქვა, რომ ეხლა ამის დრო არ არის. ეხლა უფრო მნიშვნელოვანი თამასაა. ძალიან ადვილად შეიძლება რომ მაგათ შემოძეთ, რომ თავისი ოპოზიცია გაიყვანოს სატელევიზიო ოპოზიციები, რომლებიც ხოთაც მათ შორის ალტ-ინფოს პარტია და არის ეს და მაგას გაიყვანეს. იცი რა მოხდება? არ მიდიხარ წინასწარ რაღაცა ესეთი არ მიყვარს საერთოდ ნიჰილისტური პროგნოზები და არ ვარ ბუნებით ნეგატივისკენ მიდრეკილი ადამიანი, პირიქით სულ ყველაფერს შევეძებ გამოსავალს და ცეცებს ყოველს კიდევაც. და ერთ პატარა ისტორიის გაგაცნებ, შემაში პატარა იქნებოდი 2008 წლის არჩევნები გახსოვს, 2009 წლის ძალიან პატარა იქნებოდი, ხო? მახსოვს ეგ არჩევნები. ხო? აი რა ძალიან საინტერესო მომენტი იყო 2008 წელს ჩვენ მაშინ ვიყავ სააკაშვილის ოპოზიციაში და საპრეზიდენტო არჩევნების დროს ლევან გაჩიჩილაძე იყო საერთო კანდიდატი და გაყალბდა ეგ არჩევნები და მეორე ტური არ დაინიშნა, მაგრამ ხალხი ითხოვდა ბრძოლის გაგრძელებას, რომ ეს არჩევნები ეს მეორე ტური დანიშნულიყო, ეს ბრძოლა გაგრძელებულიყო და მოკლედ მე მოგვიანებით გაირკვა, რომ იქ რაღაც გარიგებები ხდებოდა, არ იყო ბრძოლა თანმიმდევრული და ხალხმა დაკარგა აი რაღაცა ნდობა ლიდერების მიმართ და მალევე მოყვა არჩევნებს საპარლამენტო არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სადმის შეგუებამ გამოიწვია ის, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს იგივე ამორჩეველი არ მოვიდა. ოღონდ დაახლოებით გეუბნები, რომ შუალედი იყო ალბათ 6 თვე. მე მაშინ პირველად გავხდი დეპუტატი, იმ წელს 18 მანდატი ავიღეთ ოპოზიცია და 12-მა დავჭერით მანდატები და მეც მათ შორის დავჭერით ჩემი მანდატი და პროტესტის ნიშნად არ შევედი პარლამენტში. 6 მაინც შეიყვანეს. რა მოხდა? აი ხალხმა როგორც კი დაინახა ამორჩეველმა, ანუ რომ ბოლომდე არ იბრძოლა
იმ ჯგუფმა, ვისაც ის ენდობოდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ეხლა როგორც არის საპარლამენტო არჩევნები, ეხლა მთავარი მოთხოვნა, ხო? და გაჩერდა და დაკარგა ნდობა, არ მოვიდა საპარლამენტო არჩევნებს. ეხლა საპარლამენტო არჩევნების ნაცვლად თუ ადგილობრივ არჩევნებში გავა პოლიტიკური პარტიები გავლენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ამორჩეველი, რომელიც არის კრიტიკულად განწყობილი და უმოც ოპოზიციას მისახმა, შეიძლება არ მოვიდეს. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციაზე მეტად ხალხს ერთმანეთის იმედი აქვს და აი ეგ მოუწონს. აი ეგ ძალიან მოუწონს იქიდან გამომდინარე, რომ პირველ რიგში უნდა ვენდობოდეთ ერთმანეთს და ანუ აი ესეთი ამბავია ყოველთვის ხოლმე იმას, რომ ესეთი პროცესებში პოლიტიკოსი აუცილებლად საჭიროა და პარტიები აუცილებლად საჭიროები არიან, ოპოზიციური პარტიები. მაგრამ ხშირად მიწევს ხოლმე აი აქციაზე ხო, მათ შორის ახალგაზრდები უმეტეს ლაპარაკობენ, პოლიტიკოსები არ გვინდა. მაგრამ პოლიტიკოსები გვინდა ოღონდ პოლიტიკოსი მე არ მინდა იქ აქციაზე. პოლიტიკოსი მე მჭირდება პოლიტიკა. რატო არ მოწოთ? მე მაინტერესებს შენი თაობის ხედვა, აი რატო არ მოწოთ? არენდობია? არა, არენდობენ არა, პრობლემა არის რა, პოლიტიკოსებმა ჩამოაყალიბეს, ასე ვთქვათ, და ეს პოლიტიკოსების დიდი შეცდომა არის და წინათაობის მაგას ყოველთვის ვიძახი, რომ ჩამოაყალიბეს ესეთი სტერეოტიპი, რომ პოლიტიკოსი არის ცუდი, მატყუარა, აი სინდის ნამუზე ხელა აღებული, აი რომ პოლიტიკოსის ნდობა არ შეიძლება რა და აი ეს არის კიდე ძალიან ცუდი ჩამოყალიბებული, რომ არა ჭამონ, მაგრამ ჩვენს გვაჭამონ. ანუ რატო უნდა ჭამოს პოლიტიკოსმა? იმას ხელფასი აქვს, იმას თავისი ანუ ის რასაც აკეთებს, იმაში ანაზღაურება აქვს. დამატებით რაღაცა უნდა ჭამოს. აი ეგ არ მესმის რა და ყოველთვის არის ხოლმე რომ რაღაცა აი მე რა კაცო აბა ეხა შენ რო იყო იმის ადგილას შენ არ შეჭამდი? არა. არ შეიძლება. ეგ არის პრობლემა და ეგ არის რომ პოლიტიკოსებს არ ენდობიან. სტანდარტებით შესაძლებელია. მე მგონი რომ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაფიქრდეს, რატომ არის ესეთი უნდობლობა. ეხლა მე არ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი, იმიტომ რომ განსხვავებით ჩემი ბევრი მეგობრისგან და თანატოლისგან, ვისაც თავიდანვე პატარა ასაკიდან აინტერესებდა პოლიტიკური პროცესები, ხო? მე არ ვიყავი ესე. მე ჩემი პროფესია, იურისტის პროფესია მიყვარს აი ყველაზე მეტად. მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ვიყო ჩემ პროფესიაში კარგად, თუ არა მაქვს ქვეყანაში სამართლებრივი გარემო. ესე ვერ ჩავიკეტები ნაჭუჭში და ვერ ვიქნები ესე, რომ აი მე ხო კარგად მაქვს ჩემი პროფესიული კარიერა და არასოდეს არ იყო ესე. მე პოლიტიკურ პროცესებში აღმოჩნდი, იმიტომ რომ ქუჩაში გავედი როგორც წარმატებული ადვოკატი თავის დროზე და რაც არ მომწონდა, იმის წინამდე ვიბრძოდი ბევრი წელი, მე 5 წელი ვიდექი ქუჩაში იმ ბარიკადებზე და იმ დარბევებში და ასე შემდეგ. ამიტომ აღმოჩნდი პოლიტიკურ პროცესში, ამიტომ ამბობ, რომ არა კლასიკური პოლიტიკოსი, ასე აცხადე მე ხოლმე პოლიტიკოსი ვარ, მე მგონია რომ უბრალოდ მე ვარ აქტიური მოქალაქე, რომელიც იბრძვის მისი ქვეყნის სამართლიანი გარემოს. ჩემს თავარი არის სასამართლოს თავისუფლება და მე მჯერა რომ პარლამენტის კარგი იქნება, მთავრობაც უკეთესი იქნება, კონტროლი იქნება, რაღაცა ბალანსი იქნება და ასე შემდეგ. ამიტომ ვიბრძვი დღესაც და არა იმიტომ რომ მომწონს პოლიტიკურ პროცესებში ყოფნა. არა. მე ვთვლი რომ საჭიროა და მე ვთვლი რომ მოქალაქე უნდა იყოს აქტიური და სადაც უნდა იყოს რომ პროფესიაში უნდა იბრძოლო იმისთვის რომ გარემო იყოს უკეთესი. ამას იმიტომ ვამბობ რომ მე უფრო თავისუფალი ვარ შესაბამისად მათ შორის გამონათქვამებში, შეფასებებში, ძალიან ღია და გულწრფელად ლაპარაკობს ეთერებშიც, არ მაქვს რაღაცა როლები, პოზები, კოსმეტიკური, აი რაღაცა დავარცხნილი ლაპარაკი. როგორც ვფიქრობ, ისე ლაპარაკობ. და ზოგს მოწონს, ზოგს არ მოწონს, ზოგი მიიღებს, ზოგი არ იღებს, მაგრამ ძალიან გულწრფელი ადამიანი ვარ. მე პოდკასტები კარგი და YouTube. ხო და ყველაფერზე ლაპარაკი არის. ამიტომ გონია რომ რაღაც ეტაპზე უნდა გადახალისდეს ქართული პოლიტიკაც. თავისუფალი, გაბედული, თამამი მათ შორის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. აი ამას გულისხმობ რა, შენ თავზე მაღლა უნდა დააყენო სხვისი ინტერესი, საჯარო ინტერესი. ესეთი ადამიანები მინდა რომ მოვიდნენ პოლიტიკაში. აი მე პირადად ამას უწყობ ხელს. ამას ვეხმარებ. ისე რომ მე ვიყო, მე სულ არ მინდა იყო და მე მინდა ჩემ პროფესიაში დავბრუნდები. ჩემ პროფესიაში ვერ ბრუნდები, იმიტომ რომ სასამართლო არ არის და ამდენი სინდისის პატიმარი რო ყავს. მე მათ პროცესებზე დავდივარ,
მათ ვეხმარები და მათ საქმეებში ვარ ჩართული და ციხე-ციხე დავდივარ. აი იქამდე ვერ დავბრუნდები სრულად ჩემ პროფესიაში. მაგრამ მინდა რომ შენი თაობა მეტად შემოვიდეს, რომ აი ესე კი არ თქვა, რომ აი პოლიტიკოსი აი ნიშნავს რომ სინდისო ხარ. აი მაგას ახალგაზრდებზე ვერ იძახიან სხვათა შორის და ძალიან მიხარია და ჯერ ყოველთვის იძახით ხოლმე რომ ჯერ იმით რომ ცოტა ფიზიკურად ვერაფერს დაშავებას ვერ მოვასწრებთ, ესა და ვერ ჩემ მეგობრები. ხო და ამიტომაც მეტაბოლოს და შეცვალოთ ეს გარე. ეს სხვათა შორის არის რომ ხშირად არის ხოლმე რომ ახალგაზრდები ჩვენ მოუწონ ვართ ძალიან და ჩვენ გვაქვს მე ძალიან მოწონს ახალი ახალგაზრდა. ამბები არის ამბავი ხოლმე რომ აი ჩვენ წინამორბედი პოლიტიკოსები რომელ პარტიებში ჩვენ ვართ ხო? აი იმაზე გვქონდა აი მან რატო ხარ? აი ის არ მომწონს, მაგრამ აი შენ კარგი ხარ, მაგრამ აი ის არ მომწონს. ნუ ესეც გასაგებია. მაგასაც შეიძლება რომ პოლიტიკურმა პარტიებმა თვალყურების არეში მიიღონ ის რომ ჩვენ უფრო მოწონვართ ხალხს. თუ არ მოგეწონება შეიძლება. ამიტომ გადმოდით წინა პლანის. მე სულ ეს გასაგებია შეხვედრის დროსაც ეს გითხარი და რა თქმა უნდა პოზიციას დავჩები რომ ახალი თაობა უნდა წამოვიდეს. ჩვენ როლს მივხედავ იმაში რომ რაღაცნაირად ჩვენ ვიყოთ ის გამკვალავი რომ ეს ბმა გამოცდილება რომელიც საჭიროა გამოცდილება გაუზიარო შენ სახალთაობას და მისცე საშუალება რომ ნაბიჯები გადადგას წინ. მე მგონია რომ ეს ყველაზე სწორი მიდგომა და მაგაზე მონოპოლიზება არ შეიძლება. ჩელესთანაც ვილაპარაკი მაგაზე რომ აი რა არის ახალგაზრდა და სადამდე არის ახალგაზრდა. და აი რა უნდა გააკეთო პარტიებმა რა და ეხლა რასაც ვხედავთ ხო პარტიები არის რა ახალგაზრდები გამოყავთ, მაგრამ ეს ახალგაზრდები ხო ანუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებები ხო ნაკლებად არიან. არიან რაღაც გადაწყვეტილების მიღებები არის რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილები, რომელსაც მხოლოდ ახალგაზრდები ვიღებთ, მაგრამ ის რომ ხა მაგალითად უყურებდით და საპარლამენტო სიებში ოპოზიციას არც თუ ისე ბევრი ახალგაზრდა ყავდა ჩასმული. და ახალგაზრდას ეძახიან რაღაც 35 წლის კაცი ჩემთვის ახალგაზრდა არ არის რა, იმიტომ რომ რა გიდა ასე გზელაპარაკი ძალიან. ახალგაზრდა პოლიტიკურად ახალგაზრდა ჩემთვის 35 წლის კაცი არ არის. არც ხალი ანუ მე ვაპროტესტები ხა ასაკის ხაზგასმას. ანუ პოლიტიკურად გულისხმობ და არა ზოგადად შეიძლება ცხოვრებაში ახალგაზრდა იყოს, მაგრამ პოლიტიკურად ახალგაზრდა აღარ არის ის, იმიტომ რომ საქართველოს 35 წლის ასაკში ყავდა უკვე პრეზიდენტი. სააკაშვილი 35 წლის ასაკში პრეზიდენტი გახდა. და ეხლა ახალგაზრდა გუნდი ყავდა. აი მათ ეს პრობლემა ჰქონდათ, რომ საკმარისი სიმწიფე არ ჰქონდა იმ გუნდს და სხვა შორის ასაკსაც მოაქვს კარგი. არის იდეები, მაგრამ გამოსtildeება. და შესაბამისად ხო უშვებ, შესაბამისად ხო იზრდები. სწავლდეს გამოსtildeება ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაასრულოს. მე ამიტომ მომწონს აი რაღაცა მიქსი რომ გაკეთდეს კომპლექსური რაღაცა კარგი გუნდი, სადაც იქნებიან ის ადამიანები, სადაც კარგი რეპუტაცია აქვს, მაგალითად ისინი გავუშვათ და ახალგაზრდებს მიცეთ ვერკეთებთ. აი მათ შორის გვაქვს მაგაზე. მე გქონდა სწორი იდეია. მაგალითად ასე ვთქვათ, აი მაშინ ვიპარაკე, რომ ესეთი იდეა მქონდა, რომ ახალგაზრდები გადაწყვეტილების მიღებები, მაგრამ მათ შორის იყვნენ მრჩეველები და ასე პოლიტიკური კონსულტაციის გამწევები, ის ადამიანები, რომლებსაც გამოსtildeება აქვს. თქონდა, აი ნახე დასავლეთში, რომელსაც ჩვენ ხშირად ვიღებთ მაგალითად, ხო, წამყვანი დემოკრატიის ქვეყნებში, ყველგან ხედავ, რომ არიან აი ასაკში შესული ასაკოვანი პოლიტიკოსები, იმიტომ რომ აი მათი გამოცდილება და სიმწიფე პოლიტიკური ნაბიჯები არის უფრო სანდო აუჩოლისთვის და მყარი. მაგრამ მათ უყავთ მიბმული ახალგაზრდა თაობა. და ესე კი არ შეიძლება რომ შენ პარტიაში როცა ყავს შენი ახალგაზრდა თაობა, იმას გვერდზე რომ გაწევდა ვიღაცას გარედან რომ მოიყვანო, ცნება რომ აკეთებდა. საიდან მოიყვანეს 2016 წელს ეს დინარაძე, მატიკაშვილი, კობახიძე ეს ვიღაცები და უცებ აღმოჩნდა რომ პარტიის გვერდის ავლით პარტიული ახალგაზრდები კი არ წამოიწია წინ, ვიღაცები უცებ გარედან შემოვიდნენ და ამ დიდი რყევები გამოიწვია და აირია კიდეც ყველაფერი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ ახალგაზრდები პარტიაში ვისაც ყავს, ის უნდა და წახალისო და ნელ-ნელა უნდა მიუშვა სადავე თან ისე რომ ეს გზა გაიაროს. იმას ყურადღება დატოვე პარტიაში რომ ყავს, ვიღაცას გარედან რომ მოიყვან და უცებ რომ ის წინ დადგება. ხო ექნება იმასაც უსამართლობის განცდა. ამიტომ მე მგონია რომ პარტიაში ყევები იწყება მაგის გამო. და მგონია რომ პარტიული ცხოვრებაც მეთოდებიც გადასახებია რა. საერთოდ თავისუფალი
თავისუფლად მოაზროვნე და სწორი ხედვის ადამიანები განათლებასთან ერთად ეს არის მნიშვნელოვანი. მე მახსოვს ახლა პარლამენტში პირველად მანდატი დავჭერი და შევედი 2009 წელს პარლამენტში, მაგრამ მე უკვე ვიყავი 2 მოწვევის ზედ კიდევ 2 მოწვევის პარლამენტში. ჩემზე უფრო ახალგაზრდები ვერ იღებდნენ იმ სიახლეებს, რასაც მე ვერ გავდი უკან. მე ძალიან თამამად ვერ გავდი რეფორმებს. აი ეს პრობლემა იქნება მაგდროს მე ვერ იღებდნენ. ეშინოდა. ვიღაცას უყურებენ რომ ეხა აი მე რო ის გავაკეთო, აი იმას ეს მოიწონება. ხო და მე ამის არასდროს ამიშინებ. ის იმას რა მოიწონება ის ვიღაცა თუ არის იმან გააკეთო. არის შეგეშინდეს, ცი ფიქრობდი რომ თუ რაღაცა არასწორად გამომივიდა მითქო გუცხოთ რომ ის შემიშალ და ამიხე პასუხისგებლობას. ხო, აი პოლიტიკოსის ის რა ხალხთან პასუხისგებლობა და არა კონკრეტულ პიროვნებასთან რა. მე ყოველთვის ვიცახი რომ მე პასუხისგებელი ვარ ხალხთან და პოლიტიკაში წამოვიდი რომ ეხლა ხალხს. და აი ეგ მომენტი არის რა რომ ყველა არა უმეტესად არის ხოლმე რა ნუ ეხლა ახალგაზრდები ნაკლებად აი დიდები ის არიან რომ აი ხარ აი რომ რაღაც გავაკეთო. იმასთან უნდა შევათანხმო, ამასთან უნდა შევათანხმო, ანუ ვისთან უნდა შევათანხმო, ვისთან უნდა შევათანხმო, კონკრეტულ პირები არ არიან, ეგ არის ხალხი. მოსახლეობა პოლიტიკაში რა არის აქტიურად. რა თქმა უნდა. ჩემი ერთ-ერთი გეგმა არის ეს იქამდე სანამ ყველაფერი დაალაგდება და შემუშავდება ესეთი სისტემა, რომელიც მე თავშით განაგრძობს ფუნქციონირებას და არსებობას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ პენსიაზე მინდა გასვლა, იმიტომ რომ ამ ბოლო წლებში 23 წლის ვარ, მაგრამ საერთოდ ვერ ვთავს 23 წლის ადამიანად, იმიტომ რომ მიწევდა წინა წელს საერთოდ ოფისში მიწევდა ცხოვრება, იქიდან გამომდინარე რომ თავდასხმები იყო, სასამართლოები, დევნა, ყოველდღე აქციაზე ყოფნა. ამან ხო უფრო გაგაძლიერა. გამაძლიერა ერთი არის, მაგრამ გამომატოვებინა ის წლები, რომელიც წლების მე შემიძლია რომ მეგობრებთან ერთად გამეტარებინა. მაგრამ მიხარია ის, რომ აი ეს მეგობრებთან არ გავატარე, მაგრამ გავატარე მეგობრებისთვის და მოსახლეობისთვის. იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენი და ეს ბრძოლა არის უფრო ღირებული, იმიტომ რომ ჩვენ უფრო დიდ მიზანს ვემსახურებით, ამით ჩვენი ოჯახის წევრებს, ჩვენს მეგობრებს მეტად ვეხმარებით, ვიდრე ფიზიკურად მათთან ყოფნით. მე ამით ვამართლებდი და მგონია რომ სწორად ვამართლებდი ყოველთვის, როდესაც ყოველთვის წინა რიგში ვაყენებდი საჯარო ინტერესს და ამით შეიძლება ვაკლებდი ბევრ ყურადღებას მეგობრებსაც და ოჯახის წევრებსაც და ოჯახსაც. მაგრამ ზუსტად ხვდებოდი რომ უფრო დიდ საქმეს უკეთებდი მათამით. ხო, ამიტომ მაგას გული არ დაგწევეს. არა, გული არ მწყდება, ვიცი რომ კარგს ვაკეთებ და ჩემი თანატოლები რომელიც ხა ჩემთან ერთად არიან და იბრძვიან, ვიცით რომ კარგს ვაკეთებ ძალიან. აი მაგალითად შემდგომში ბარებში და კაფეებში სიარულს და გართობას მე ეცმას რომ უბრალოდ ერთადერთი რაზეც არის ხოლმე რომ გული მწყდება არის ის რომ ამ პრობლემების გამო და ამ სიტუაციების გამო მე ვსწავლობდი ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და ყველანაირად შევიწროებული ვიყავი. იქნება გამომდინარე რომ ბოლოს მოვიდნენ და ესე მითხრეს რომ უნივერსიტეტიდან ხომ არ გადახვალ, იმიტომ რომ საკუთებს მოგიმზადებთ, იმიტომ რომ ეხლა საარჩევნო წელია და აქ ფრონტის ხაზი იქნება. არა, არ ვაპირებ გადასვლას. არსად არ ვაპირებ გადასვლას. და არც გადავედი. მაგრამ ეს რომ სწავლა-განათლებაზე რომ ვფიქრობდი, ხა მე მაგალითად რომ მქონდეს ცოტა დაალაგებული სიტუაცია რო იყოს ქვეყანაში, ხო, მე მაგალითად უფრო მეტად დროს დავუხმობდი განათლებას, საზღვარგარეთ წავიდოდი, კვალიფიკაციას გავიღრმავებდი და იქიდან დავბრუნდებოდი უკვე დიდი და შემდგარი პოლიტიკოსი და ეხა მიწევს რომ სიტუაციები და გამომდინარეები მოქმედო. ხო, შამი ეწერა რომ ახსენე ეკლესიას და შამი ეგარი. ხო, ეხა ეს არის ამის დრო. და აი საქმეში რომ მიწევს სწავლა და რაღაცა აი ხა ერთი მომენტი არის რომ დაძაბული ვარ, იმიტომ რომ შესწავლის დაშუქება არ მაქვს. იმიტომ რომ შესწავლის დაშუქება სხვა პრობლემებს გამოიწვევს და მიწევს რომ ვისწავლო ნაბიჯი ყველაფერი და არა მაგალითად უკვე გქონდეს გამოცდილება რა და მაქვს რა პრაქტიკით ვიღებ გამოცდილებას. და ნუ მით უმეტეს სამწუხარო მომენტი არის რომ საქართველოს პოლიტიკაში თეორიული სწავლება ფიზიკურად არ მოქმედებს და ეხლა ვხედავ უფრო კარგად ხედავ პრაქტიკით. კი. არის სწორი და რა არა. იმიტომ რომ თეორიულად ჩვენ რასაც სწავლობთ, რასაც ვასწავლეთ, ეს ხო იმიტომ არის რომ როგორ გამოიყენოს ცხოვრებაში. შეფირდაპირ ცხოვრებაში ახდენ იმ ნორმების ამოქმედებას, რაც შეიძლება რომ იხარჯებოდეს. ეს უფრო დიდი პრაქტიკაა.
და აი ამ თემასაც რო შევეხოთ, ეხლა აქციები მიმდინარეობს და აი სისტემის ანყალთან და სისტემის წყლის შედგომასთან დაკავშირებით. ნუ შენ ამ სისტემას შინიდან იცნობ, იყავი წევრი ქართული ოცნების. აი როდის დაიწყო ეს წყლის შედგომა და ყველაზე მეტად რითი შეგვიძლია რომ უფრო მეტი წყალი შევუყენოთ და გავიმარჯვოთ მასზე. და ყველაზე მეტად რისი ეშინია. ჩემთვის პირველი დიდი მარცხი იყო, როცა დავინახე ლუკა, რომ ის იდეა, რის გამოც მაშინ ეს პარტია შევქმნით ჩვენ ქართული ოცნება, ის იდეა დამარცხდა. ეს იდეა იყო სამართლებრივი სახელმწიფოს შენება, რომ ჩვენ თავარი დაპირება იყო, რომ ადამიანი არის მთავარი ღირებულება და ადამიანს უნდა მოერგოს ყველაფერი და მე თავარი ხო გითხარ და საუბრის მიმდინარეობს ის გამოც აღმოჩნდა საერთოდ პოლიტიკაშიც და პარლამენტშიც იყო რომ მინდოდა სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის მიმეღწია. ეს ხო ჩემი იდეა და ეს ხო ჩემი პირობაც ივანიშვილთან. ხარ რომ მე ამიტომ ვარ გამოსული ქუჩაში და ამიტომ გავარ რამდენი წელია ამ ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც ყველაზე დათმობი მივიღე მაშინ. იმიტომ რომ მაშინ ჩემი სკოლის მოსწავლე შვილი დაიჭირა წინა რეჟიმმა და ჩემი ძმა ჩემს გამო და მე ძალიან დიდი ბრძოლები გავიარე 2 წელი რომ მათი თავისუფლებაც დამეცვა და კომპრომისი არ წასულიყავი. და ამ ხელა განსასწროს რომ გადიხარ მე ზუსტად იცი რა არის ის რაც აზღვევს და ეს მოხდა იმიტომ რომ მე ვიბრძოდი და მე ამიტომ დაიჭირეს ისინი ჩემს გამო რომ მე ჩემზე მოეხდინა გავლენა. მე ვიცი რას ნიშნავს ის რეპრესიული სისტემა და ამიტომ ფიქრობდი რომ ოცნება და თვითონ ივანიშვილი ამ იდეას მიყვებოდა. როგორც კი დავინახე 2018 წელს რომ ეს გარიგება მოხდა კლანთან, მე მაშინ დავინახე რომ დამარცხდა ეს იდეა. ჩემთვის მარცხი ქართული ოცნების დაიწყო მათ. მაშინ თქვი რომ წავედი, მე თქვენთან აღარ ვიქნები, იმიტომ რომ მივხვდი რომ ეს არ იყო ის გზა. ისვისაც მე ვიბრძოდი მთელი ჩემი, არ ვიცი, რაც დამახსოვს თომბიერი ასაკი. შემდეგ უკვე ეხლა რაც ხდება, ეს ყველაფერი არის იმის შედეგი. აი მაშინ რომ გარიგება მოხდა სასამართლოსა და ოცნებას შორის, რაც ბევრმა ვერ გაიგო, იმიტომ რომ მე მახსოვს დღესაც გულისკევლით ვიხსენებ პარლამენტარო აქცია დავაანონსეთ, რომ ის მოსამართლეების არჩევა შეგვეჩერებინა უზენაეს სასამართლოში. მაშინ კი გავაჩერე მე ის მოსამართლეების არჩევის პროცესი, რომ გადავდექი, ამით გავაჩერე, რომ მე უნდა გამომეტანა სია მოსამართლეებს ამ კლანის და არ გამოვიტანე და ჩავაგდე. მაგრამ მე უკვე როცა წამოვედი, ერთი წელი მიდიოდა ეს ჭიდილი და აქცია რომ დავაანონსეთ პარლამენტთან და ხალხს უთხარით, მოდით რომ პარლამენტს არ მისცეთ ამ მოსამართლეების არჩევის შესაძლებლობა, ვის დღეს ამ ცდის პატრიოტებს სასამართლოს 50 ადამიანი მოვიდა პარლამენტთან. და აი მაშინ მახსოვს საიცრავლები წამოვიდა და მივხვდი რომ ვერ მიხვდა საზოგადოება რა საფრთხის წინაშე ვიდექით მაშინ. ეხლა რომ ყველა ლაპარაკობს რა მოსამართლო სასამართლოა, სინდისის პატიმრები გვყავს, ეხლა რომ ყველამ გაიაზრა რომ თორემ მთავარი სასამართლოა, რომელსაც იყენებს რეპრესიული სისტემა, ეს მაშინ მოხდა. უბრალოდ მაშინ ამას საზოგადოება ვერ აყვა. და მე მაგ ეს გულისწყობა, რასაც გიზიარებ, ეხლა ჩვენ შედეგებს ვეგვცვით. ამ შედეგების ბრძოლაში ჩემი გადასახედიდან ოცნება დანგრეულია შიგნიდან. უბრალოდ ის ინარჩუნებს აი ფორმას, აი ფიტული რო წარმოიდგინო რა ესე. და რადგან ძალიან მშვიდობიანია ეს პროტესტი, ამიტომ გრძელვადიანი ეს გზაც. მაგრამ ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს. რა არის გამოსავალი, რომ უფრო სწრაფად მოხდეს მასშტაბი? ყველა ადამიანმა ყველგან ლექციაზე, მაღაზიაში, ქუჩაში, მეტროში, ტრანსპორტში, მანქანაში, მეგობრებთან ოფისში, ყველგან უნდა დააფიქსიროს მიუღებლობა ამ სისტემას. ყველგან უნდა იგრძნობოდეს ლოკალური იქნება თუ მასშტაბური პროტესტი. ეს ანგრევს ნებისმიერ ძალადობრივ სისტემას. ეს არის გამოსავალი. ფოტოშორის ბოლოს იყო გუშინდელი ნიუსი არის, რომ კარკუში
პროდუქტებს დააყრეს სტიკერები, რაზეც ეწერა ბიზნეს სახე იყო და ეს მე გავაძვირე და კი, ეს მან გააძვირა. ხოდა ეგ არის, ყველგან უნდა ჩავდეს ეს პროტესტი. ეს ეფექტურია. და მათ შორის არა მარტო პროტესტი, მე ვფიქრობ, რომ ხალხის ერთიანობა, მათ შორის პარტიების ერთიანობა, ოღონდ არა მოჩვენებითი, არა ის, რომ აი ერთად ვართ, იმიტომ რომ ხალხი ხვდებით ხოლმე მაგას, როდის არიან ერთად და როდის არ არიან. არ არის ახლა ამბიციების დრო. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავის გამო იბრძვის ახლა, ანუ მარტო საკუთარ კომფორტზე ზრუნავს და სკამისთვის იბრძვის ახლა, არის ჩვეულებრივი პარაზიტი, რომელიც მოსაშორებელი არის. არ მაინტერესებს ვინ არის ეს ადამიანი და ვინ იქნება, ნებისმიერი ვინც იქნება, ყველაზე ვიტყვი რომ არის პარაზიტი. იქიდან გამომდინარე რომ საქმეს რო აკეთებ და სკამზე ფიქრობ, პარაზიტი ხარ და მეტი არაფერი, იმიტომ რომ ვერ თვლიან იმას, რომ ქვეყანა უფრო მნიშვნელოვანი არის ვიდრე მათი კონკრეტული ადამიანების კომფორტი. და ვფიქრობ რომ მეტი ერთიანობა არის საჭირო და მე ვფიქრობ ამას რომ უფრო მეტად ახალგაზრდები შეძლებენ. ვიდრე მაგალითად წინათაობის პოლიტიკოსები, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ სულ ერთად გავართ ხოლმე და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ წინამორბედებს უყურებთ და ყველას ერთმანეთთან სუდი დამოკიდებულება აქვს. მოდი ესე დავამთავროთ ჩვენი საუბარი, რომ ჩვენ მაინც ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია აი როცა ერთიანობაზე ვლაპარაკობ, ბრძოლა, რომელიც არის ჩვენი სამშობლოს უკეთეს მომავლისთვის, აქ ვიყოთ ყველა ერთად. რა თქმა უნდა. მე უკვე ვინ, სად, როგორ, მოდი ეს ხალხი უნდა გადაწყვეტოს. ჩვენ ჯერ უნდა ვისწავლოთ, რომ დღეს ერთად ბრძოლის დროა. ხვალ როცა არჩევნები დაინიშნება, მოდი უფრო მეტად ინფორმირებული იყოს ამორჩეველი და ნაკრების შესწორება დაუშვას და კარგი ამორჩეველი კარგი ხელისუფლებას ირჩევს და შევქმნათ ეს გარემო, სადაც ეს თავისუფალი არჩევნები იქნება. იქამდე აი ეს დაყოფა მხოლოდ ასუსტებს ამ ბრძოლას. კი, მესმის, რომ მოყვება ეს ისტორიული სიმძიმე, ზოგსის ამოწოზებს, მაგრამ პატარა საქართველოა და ასე თუ დავიყოფით, უბრალოდ დიდხანს გაგრძელდება ეს ბრძოლა. ამიტომ ჩვენ ესე დავასრულოთ, რომ ვთქვათ, რომ ამ ბრძოლაში საერთო ბიზნესკენ როცა მივდივართ, საქართველოს დაქუცმაცებული რომ იყო, უთის ერთიანდებოდა. აი გვინდა გამფრიანება საერთო ბიზნესი ევლოდა. მე ხალხმა გადაწყვეტოს მე მოგეხმარებით, რომ თქვენ მეტი ახალგაზრდა იყოთ პოლიტიკაში და ამის ყოველთვის გავაკეთოთ. მადლობა. ნუ ამ შემთხვევაში მე გესტუმრე. მაგრამ მადლობა, პირველი ქალი სტუმარი იყავი და ვფიქრობ, რომ ეს პოდკასტები საკმაოდ კარგი არის, უფრო გულახდილი საუბრები არის ხოლმე და მათ შორის ერთ-ერთი კაი არის რა რომ ყველას შეუძლია თავისი აზრის დაფიქსირება აქვს. ანუ არავისთან ანგარიშვალდებული არ არის გარდა ხალხისა. და სულ იცით ხოლმე ყოველ პოდკასტის ბოლოს თუ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას არ მოეწონა მაგალითად რა ილაპარაკა სტუმარმა, ან მაგალითად სხვა აზრის დაფიქსირება უნდა, კი ბატონო, შეუძლია მოვიდეს, ილაპარაკოს უკეთესად ისაუბროთ. დიდი მადლობა. წარმატებები გააგრძელე.